რაც ვფიქრობ, ცოტა ენერგიულად აღთქონებული უნდა ვიბაზრო, ხო, ახალ ვიდეო იწყება. ეს არის ევროპაში მოგზაურობის მე-6 დღე. ჩვენი მოგზაურობა დაიწყო მილანიდან, სადაც მქონდა მხოლოდ ერთი თეთრი. Hey bro, do you have something to trade me into this one penny? ჩვენი მიზანია ამ ერთი თეთრით ვიმოგზაუროთ ევროპაში და დავბრუნდეთ საქართველოს. წლების გაყიდვა ტურისტული გიდობა და კურიერობა იტალიაში. დიდი იმედგაცრუება სლოვენიაში. ბოთლების ჩაბარება და კარიკატურების ხატვა მიუნხენში. მიუნხენიდან უკვე შემდეგ ქვეყნამდე ვცადეთ ავტოსტოპის ჩასვლა, თუმცა მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება ნიუნბერგში. უბრალოდ ნიუნბერგთან მდებარე ავტობანზე, რომელიც ჩამიყვანს აქედან 1600 კილომეტრში, სადაც საქართველოს ნაკრები გამართავს შემდეგ მატჩს. იტალიაში ყოფნისას კალათბურთის ნაკრების შეკრებაზე მოხდით ჩვენი საერთო სპონსორის დახმარებით. ამ ვიდეოში სწორედ მათ ხელმოწერებიან ბურთს ვათამაშებ, ამიტომ ბოლომდე უყურეთ. ჩვენი კაპიტანისგან კი ესეთი პირობა მივიღე. ანუ ფრენის ბილეთის მოვიშოვო რა. კაკას თქვენთანაც ჩამოვალ თუ ჩამოვახციე რა. მაშინ თუ ჩამოვალ ლატვიაში თქვენ გამოფრინეთ, მაშინ რა იქნება რა. საქართველოს ფრენის ბილეთის ვიშოვე. ფრენის ბილეთი მეგობრებო. წავედით. ეხლა უნდა ვიშოვოთ კარდონი, სადაც დავაწერ ჩვენი პოტენციური შემდეგი ქალაქის სახელს პრაღა. მოვივა. მაინც ახლა გაგვიწვია, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდა მზე და კარგი ამინდი. ველოდები ერთ საოცარ მომენტს, რომლის გამოც მიყვარს ავტოსტოპი, როდესაც ვიღაც ადამიანი გამოჩნდება არსაიდან. By chance you going to Praga? Pretty central, goes to Prague, so we'll do it. Find something. Thanks, bro. დაახლოებით საათნახევარია ბენზინგასამაც სადგურზე გავართ და ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს, ამიტომ ახლა მივიდივარ ავტობანისკენ, რომ ნახო როგორი სიტუაცია აქ. დებით რომ ალბათ აქ შეუძლებელია მანქანის გაჩერება, ხო? ანუ ერთადერთი გამოსავალი არის ის ადგილი. ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენი რასის, ჩვენი როგორც სახეობის ჰუმანურობა შეჭუშეთ, ანს ვაპირებდი, ერთი ადამიანი გამოჩნდა. Maybe I drink. No, thanks. Oh, thank you. It's a recap because I don't like. I will save it for my life. Thanks very much. Come on. I cannot take you because I'm going the other direction. Oh, I really appreciate it. This was really big help because we are making cheap travel. Thanks. ამას დაიწყეთ 60 ევროს ნამდვილად არ ველოდებოდი. რა საყვარელი ადამიანია. ეს არის ჩემი ნაშრომი ფულით მოპოვებული სენდვიჩი, ეს კი ნაჩუქარი ყავა. ეს ქმნის ამ თავგადასავლის საოცარ კომბინაციას. ესეთ ადამიანებს ალბათ გამოცდილი აქვს ესეთი ტიპის მოგზაურობა და იციან რამ ხელა მხარდაჭერა არის და რამ ხელა ემოციური მომენტი, ესაც მსგავს რაღაცას გამოხატავ. დამბედნიერია. 3 საათი გავიდა უკვე და ჩვენ ისევ ნიუნბერგის ავტობანზე. ვა, ძალიან სიბა. და სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად შემცივდა, ისევ გამოჩნდა ერთი ადამიანი. Thanks. I appreciate. აუ, გავთბებით ცოტა. აუ, ეს რა საყვარელი კაცია. Oh, I have cup. Belo. You are our lucky man. Frisch. Thank you again. Belio, super კაცი ხარ, დაუწერეთ გული. Belio. ნიმდენი კომენტარი უნდა მიიღოს ამ კაცმა, რომ ამ ადამიანს ყურამდე მივიდეს, რომ თერ საქართველოს უყავს Belio. Hello man. Hey, კარგად შე? რაღაცა ტიპი მოგვეცი ახლა როგორ გავახციოთ აქედან, თორე ცუდად ვარ. ნიუნბერგი რა, ახოს აი რითი შევა მოხ. მათე, ვიდეოზე რა? ერთი თეთრი გადარჩენა. საერთოდ არის. იტალიიდან. აგერ 10 ევროიანს. აუ, ჯიგა. გასკეშენ. იგუზა. ჩემი ძმა ხარ, ძალიან გამისწოდა შეინახოთ, შენი გაცნობა. We are going 5 hours we are here. No truck today. Yeah, thank you man. Try to go to Praga or somewhere north. Oh no, sorry. Thank you boy, thank you. გონი ავტოსტოპმა კიდე არ გაამართლა. კიდე ერთ საათი დავარო თუ არა და მოგვიწევს ასა ისევ ავტობუსი და შემდეგ პრაღაში ძალიან ბევრი მუშაობა რომ ვიყიდოთ ფრენის ბილეთი და ჩავახციო ბიჭების თამაშზე და შემდეგ დავბრუნდე საქართველოში. ამიტომ იმედი მქონდა ამას შევინახავდი, მაგრამ შენ ლუდინის მეტი არაფერი მოგიტანია ჩემთვის. ამიტომ გემშვიდობები. აქ რომ მოვდიოდი ვაპირებდი ან ერთი თეთრით მე მოგზაურო ევროპაში ან ავტოსტოპით. კიდე კაი ერთი თეთრი ავირჩიე, თორე მომიწევდა მგონი ეს ერთ ადგილზე დგომამ და დებილობების ლაპარაკი. და სანამ ეხა დავიწყე დებილობების ლაპარაკი. ავედით, ვიყიდეთ ავტობუსის ბილეთი და ჩავიდეთ ბოლოს და ბოლოს ჩვენ შემდეგ ქვეყანაში. და ეს ქვეყანა არის ჩეხეთის რესპუბლიკა. Wow. მოდი ხა ჩავსვათ ის კადრები რომ ვიღებთ ხოლმე ესე რომ ჩაული ხოლმე და კაი კადრები რო აი. და ამ ლამაზი კადრების ფონზე მინდა გითხრათ რომ ილიშ მე უправду до які шателе.
რაც ნიშნავს მაგრად დაგვეძრა მეგობრებო ეს მოუძებნე დაგუგლული მოვედი როგორც ნახეთ გუშინ ავტოსტოპზე კიდევ ერთხელ ჩავიჯვით რაღაცი გუშინ გვიან ჩამოვედი და პირდაპირ ჰოსტელში მივედი მოგინება 4 კაციან ჰოსტელში და ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ მარტო იწევს ყოფნა მეტია ესე იქნება ჯერჯობით მარტო დავიღალე ძალიან დავიღალე გადავიწვევი მალე ვერ დაუბრუნდი ამიტომ პრიორიტეტი არის დღეს შრომა სამ ჩემს შემდეგ გეგმაზე მოგიყვებით მოდი peace out მოდი sorry აქედანაც გამაგდეს okay thanks what does it mean No entry. Okay where I can eat something cheap Just go to some supermarket. It's the cheapest way to eat. Alberta supermarketi ჩვენი შემდეგი ქვეყანა მდებარეობს 1350 კილომეტრში. ყველაზე იაფიანი ფრენის ბილეთი კი ღირს 95 евро. ბილის მე უправду დოიაკი, მეგობრებო. მე ამდენი მოსამუშაო წავიდეთ ახლა. არ ეკადრება პრაღას ესეთი ჭუჭყიანი შუშები, ამიტომ შეიძლება ერთი კაი იდეა მაქონდეს. შეხოც თანუ ისვრება ხანდახან და ჭირდება გაწმენდა. ჭუჭყი. ესეთი ლამაზი რაღაცები დევს და არის ჭუჭყიანი. Oh my god. Ჭუჭყიანი შუშები მიფრთხილით მოდივარ. This I'm trying to make a little money of cleaning windows if you are interested. არა უშავს, ჩემს გარშემო არის უამრავი სხვა მაღაზია. I'm trying to make a little money of cleaning windows. You are interested in? Only for donation? Little amount? Pennies? Anything? No. No? აუ. ფოტოშოპს აქ ნახე გადახურული არის. ია სივრცეში უნდა გავიდე, სადაც წვიმა პირდაპირ ფანჯრებს ხვდება. I clean the window for free. But ask someone else. Okay, thanks. Do you have windows? No. What about this? You can if you want. Can you give me a little money? Yes, I will give you some. Wow. Okay. We are good. Let's go over. Oh, you can check it. Beautiful, man. Oh, thanks. Oh, it's 5 euro and how much is it? About 10 euros. 10 euros? Come on, really? Wow, Dominic, I love it. Orasi ჩეხური ტოინ და 5 euro. Let's do it. No. Oh, we clean it every day, so thank you. არც გაბედო ხელი მოკიდო. Clean, very clean. Okay. დამოსაკვათ იმბაც, ის გაწვიდეო. რა მღერა ბანჯარა. მოწონს კითხე ერთი. Opa, გონი კარგად გამოდის. Yeah, we are done. Oh, bro, you can check it. Thank you so much. Appreciate it. Oh, thanks. Okay, we are good, man. 2 euro. Normალურად მივდივართ. სამი შუშა გავწმინდეთ უკვე. აჰა. უნდა გაწმინდეთ. It's not clean. I checked. Just check it. Good. Oh, thanks. Oh, it's money. I'm master of cleaning windows. Over there is the chief asking. საკითხი ჩემი უფროსიო. იმას კითხე თუ გინდაო. Chief, where are you? Our chief. Guys, do you know where chief? გამოცდილება მათ ჩვენა რომ უფრო მეტად პატარა მაღაზიების ფანჯრებს მაწმენდებენ, სადაც მუშაობს მე პატრონე. ამ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოში დაბრუნების. I'm trying to clean. Okay. This and this? How long you do this job? For 3 hours. I'm YouTuber making. Yeah. Yeah, where are you from? Georgia. Oh, Georgia, Kamarjova. Saიდან იცი? From where do you know გამარჯობა? I know from tourist, of course. That's already kats. Man, oh, you're very good, really excellent. Oh, really, you're very Wow. forward. 5 euro? Yeah. Thank you, my man. I love you. What's your name? Mumu. მიყვარხარ მუმუ. მუმუ რასაყვარელი კაცია. თელი დღე შევილია ვიცინო ახლა მუმუს გამო. ამ ბედნიერ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი შუშების წმენდა. ჩვენი შემდეგი მეთოდი კი იქნება ჩემი კომუნიკის პოსტიდან არჩეული, სადაც დავპოსტე, რომ ერჩიათ ფულის შოვნის სხვა მეთოდები.
რას მირჩევს ჩემი გამოწერება. ხალხი დახატა ისე რომ მოაწონო, ფული იშოვნო მიყვარხარ. ეგუე გავაკეთე. ანსაცმელი დახიე და ხალხს ფულის თხოვე. არა, რამე ქართული იმღერე. დედაღამე უკმა ფული შოვნაში. იცეკვე ქართული ცეკვები. ფულს ამაზე მარტივად ვერ იშოვე უცხოეთში. მეგობარო, არ იმუშავა. რონიც ამაზე კატრები გადაუღე ტურისტებს, ეს გონი კაი იდეა. აი, ნიკოლოზ, ეხლა შენ უნდა გადაგიღო საჩვენებელი ვიდეო. I'm making this kind of videos for tourists for a cheap amount, like I need money. 3 or 4 euro or something. No? No. ჭირდება 24 евро მინიმუმ რომ ვიყიდოთ ბილეთი. No, okay. No, For a cheap amount. Maybe look. You will be standing like this and boom! Okay, ეხლა მიდის მონტაჟის პროცესი. Great. Thank you. 5 euros. Thank you, man. გავგზავნოთ ეხლა. For cheap price. No. You're not interested. საათ ნახევრის მანძილზე მხოლოდ ერთი ადამიანი ვიპოვე. Not really, thank you. No? Okay, because ახალგაზრდები, ვისაც Instagram-ზე მოუნდება მსგავსი ვიდეო ზადება. Okay. Yeah, let's do it. Okay. Wow, okay. Goodbye, girls. Thank you. Yeah. Oh, perfect. I have a TikTok. I have 4 million Really? fans. So you will definitely post on your TikTok? Yeah. Wow, 4 მილიონი გამოწერი ყავს. Oh, thanks. Okay, goodbye. 400 კარონა დამიტოვეს. ხავს ბილეთი რა შვება? აი, ხო არ გაძვიდა. ეს ბიჭო $95 შეჭი. ყიდულო. მე უკვე შევიძინე. ვიტფრინავის ბილეთი. ფრენისა რაღა ლიტვა. და Latvia. ლატვიაში მივიდივარ. ძალიან გთხოვთ, აი აქ სადაც მანიშნებელი რო არის, მაგას ამოვაკლოთ 86 евро. დარჩენილი თანხა კი სრულიად საკმარისია აეროპორტში მისასვლელად და საჭმელს. თქვენი თვითმფრინავი დაჯდება თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე. არის შანსი, რომ თამაში საერთოდ ვერ მიგოსვა. სიმბოლურია, რომ იმ евро და 20-ის გარდა, რომელიც ამჭირდება აეროპორტამდე მისასვლელად, დარჩენილია მხოლოდ 1 კრონა. მე კი 15 евро მაქვს საშუალებელი, რომელიც ჩაფრენისას ჭირდება აეროპორტიდან თამაშის სტადიონზე მისასვლელად. ეს ყველა ადამიანი მე მელოდება. Wait, what's your channel name? Oh, I will tell you, if you trade me this thing. Let's do it. Take this. ესეც ჩვენი თვისამაგრი, პირველივე ადამიანმა გადაგვიცვალა, მგონი კარგად დავიწყეთ. აი, მოდი ხათ მაგაწიწილი გოგოები მოვძებნოთ. Total waiting for here right now. The clock show. Clock show? Why me ხალხს საცალია ჩემთვის. You want 2 sticks of gum? Maybe yes. Subscribe to Gota. Oh, thank you. Would you like to buy this one chewing gum just for donation? Sure. Wow, really? I'll give you €3. Thank you. have more. What's your name? Maria. Maria, I love this name. კარგად მივდივართ, იმიტომ როგორც ხედავთ, ალბათ ტურისტები თავზე გვაყრიან for 1 euro. Not today. No? გარცურდა მეგობრებო. Hey, I'm trying to sell this chewing gum. I can give you some money, but Thank you. My man. ავიდეთ ახლა მე ჩემს საღეჭრეზე ინა გავაგზავნოთ, ახლა კარგად დაიწყო ეს ყველაფერი. ერთი ეს უკვე, კიდე გვინდა ეს. გონი მომივა, ხო? Thank you. Wow. Okay. თითოეულო გავყიდოთ 2 евро. თქვენი კაი შეთავაზება არის და ჩვენ გვექნება 10 евро. შემდეგ ერთი მისვლა მოსვლა დაგჭირდება და ეს ყველაფერი კარგად დასრულდება. რა თქმა უნდა, ჩაუსწრებთ ნაკრების თამაშს. წავედით ახლა გავყიდოთ საქმეს მე. წამნიკუში. აღარ შემიძლია. აღარ შემიძლია. To go back in my country. Really? I don't have cash, so. Oh, ეს ჩავარდნები ძალიან ეხავს, მაგრამ არა უშავს. Corona. Oh, it would be great. Thank you, man. Nice to meet you. 2 euro would work. Oh, thanks, man. Here you go. Thank you, guys. Thank you. I don't know how much 2 euros are gonna help you. ამჟამად ჩვენ გვაქვს 8 евро. ანუ ჩვენი თავარი მიზანია ახლა ეს გავაორმაგოთ. თითოეული გავყიდო 2 ევროთ ისევ. ძალიან კარგად ვართ მეგობრებო. ძალიან კარგად. წავედით. It's like 15 euros and I'm going to airport maybe. How much? 1 or 2? One. You choose. It's only 2 euro. 50 krona. Nothing. The zero money challenge. Yeah, we started with 1 penny, you know, and just. I see. Oh, you just getting 2. Thank you guys, really appreciate. ერთი გაყიდვაც და მორჩება ჩემი ანჯვა წამება. Trying to sell this 1 euro. I have flight ticket
ticket back to my country with this €1. No. Yeah, You're kidding me. Yeah, after this so many times. do it. We have 20 crowns. It will work. Yeah, Because if it doesn't work, I will ask someone No, to have no. the entire. 20 Is it okay? Yeah, 20 kron is. Oh, man, I'm so sorry. I'm so sorry. No, you are not sorry. You just helped me. 20 kron is €1. სუდათავარ და ძალიან ბედნიერი ვარ. აბა როგორ იყო ევროპაში დასვერება ბრატ? ხო კარგად დაისვერე. აგინე პრაღა განახე. ავედით აეროპორტში. მოდი ვაღიაროთ რომ იმაშიც გაგვიმართლა რომ პრაღას აქვს საკმაოდ მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ნებისმიერი ქალაქის წერტილიდან შეგიძლიათ მარტივად მოხვდეთ აეროპორტში. ჩასვლობა დაიწყო. მეჩქარება. Exit to city. წავიდე. Riga Arena. We are little hurry. ჩვენი მოგზაურობაც და ბიჭების მოსამზადებელი შეხვედრებიც დასასრულს უახლოვდება. ეს დღეც და ეს მომენტიც დადგა. ამდენი ხნის შემდეგ. ჩვენიერი ბიჭებმა დაიწყეს თამაში. მოვედით. ოპა, აჰა. 6-3 ვიგებ. მოწინააღმდეგე გუნდის სტადიონზე გულშემატკივრობა ძალიან ასწორებს. საქართველოს კალათბურთის ნაკრები პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 2 თამაშის მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა. ეს არის კალათბურთის ბურთი, რომლის შოვნაც მოახერხე შესვენებაზე. თამაშის მერე კი ბიჭებს მოაწერდნენ ამ ბურთზე ხელს და ეს შეიძლება შენი გახდეს. ძმა ვარ მელოდი. კიდევ დაფრინავთ, ძმა მე ძლივ ჩამოვახციე. მუსიკა. კი, თქვენზე მოვიჯექი, ჩემთვის ვიტყობ ერთ გამომწერებსა და მოსაჩუქრო. მინდა თითოეული ადამიანს გადაუხადო მადლობა, ვინც ამ თავგადასავლის შექმნაში დამეხმარა. მადლობა ჩემი და ნაკრების საერთო სპონსორს აჭარაბეთს და მადლობა შენ რომ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე და შენ შეგიძლია მოიგო ეს ბურთი, რადგან ამისთვის არის საჭირო მხოლოდ ამ ვიდეოს ქვემოთ კომენტარის დაწერა და არხის გამოწერა. მე კი ახლა საქართველოში ბრუნდები. სამშობლო ისე მომენატრა რომ პატრიოტი აღმოჩნდა. ხედავთ? აი ხანი არსად წამსვლელი აღარ ვარ. აბა თქვენც.